ჩხუბი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების საკანში, რატომცემა უმოწყალოდ ზვიად პაპიაშვილი 5-მა ეგრეთ წოდებულმა კანონიერმა ქურდმა და სადიყო ბადრაგი საკანში მომხდარი ინციდენტისას ინტერნეტში ჯერ გავრცელებულ და შემდეგ გაუქმებულ ვიდეოებზე ადამიანის უფლება დამცველები უკვე საუბრობენ. კადრები, რომელიც მაესტროს არქივში გამოქვეყნებისთანავე მოხდა, ვის და რა მიზნით შეეძლო ციხეში არსებული ვითარების ფარულად გადაღება და შემდეგ მისი გასაჯაროება. თიკა ანტულაძე გიჩვენებთ რა ხდებოდა სასჯელ აღსრულების მე-7 იზოლატორში. ეს დახურული რეჟიმის ნომერ მე-7 საპყრობილის ერთ-ერთი საკანია. ჩვენთვის უცნობია, როდის არის ჩაწერილი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების დაპირისპირების ამსახველი მასალა. თუმცა სხვადასხვა საიტზე ის რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ვიდეო მასალებმა სახელწოდებით ზვიად პაპიაშვილის გაჩერება და კანონიერი ქურდები სხვადასხვა სოციალურ ქსელში დისკუსიაც გამოიწვია. ერთადერთი ვისაც შეიძლება კონდეს საშუალება კონკრეტული ჩანაწერები აწარმოოს, ეს არის ადმინისტრაცია. სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში რამდენიმე პრობლემას ხედავს. გიორგი ტუღუში აღნიშნავს, რომ პატიმართა შიდა დაპირისპირებაში ადმინისტრაციისგან არჩარება და შემდეგ ვიდეო მასალის გავრცელება კანონდარღვევაა. ომბუდსმენს ისიც აინტერესებს, როგორ იწერება საკანში განვითარებული მოვლენები. ეს არის დახურული ტიპის დაწესებულება და იქ რაიმე სახის გადაღების წარმოება, მინდა გითხრათ, რომ წარმოუდგენელია გარე პირის მიერ. თუ ეს ეხება თქვათ პირად ცხოვრებას ადამიანის, იგი არ უნდა იყოს საჯარო. შესაბამისად ცხადია, რომ პირველ რიგში საფუძვლიანი ეჭვი, რომელიც ებადება ადამიანს, არის ის, რომ ეს ჩანაწერები გაავრცელა კონკრეტულად ადმინისტრაციამ ან მათთან დაკავშირებულმა რომელიმე სხვა ორგანომ, იმიტომ რომ ისინი უბრალო ადამიანს ფიზიკურად ვერ ეკნებოდა. ეს არის წარმოუდგენელი. მე როდესაც დამჭირდა კამერის ჩანაწერი, მე ვერ მოვიპოვე სახალხო დამცველმა, გამომცხადდეს, რომ იყო წაშლილი. ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირი კვლავ არ გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია MyVideo.gz-ზე საჯაროდ დაიდო, სხვა საკითხია, რომ ცდილობა იყო ხელისუფლების მხრიდან, რომ სასწრაფოდ ჩამოხსნილი იყო, მაგრამ ძალიან კარგი, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე და შესაბამისად ჩვენ ველით პასუხს სასჯელ ასრულებიდან, განსაკუთრებით პირველ რიგში პროკურატურის მხრიდან, რომელიც ვალდებულია მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყოს გამოძიება. მეორე საკითხია, რომ როდესაც ადამიანს კლავენ ცემაში, სულ ერთია ეს, რის გამოც არ უნდა ხდებოდეს ოპერატიული ჩარევა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი დიმიტრი ლორდ-კიფანიძე უკვე რამდენიმე წელია პარლამენტს სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ჯგუფის აღდგენას თხოვს. თუმცა ეს ინიციატივა დეპუტატს ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილეს. ლორდ-კიფანიძე ფიქრობს, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკაა და პრეზიდენტის ერთ-ერთ გამოსვლას იხსენებს. რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა ქურდულ სამყაროსა და მენტალიტეტს ბრძოლა ოფიციალურად გამოუცხადა. სანამ მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ, ქურდები საქართველოში ვეღარ გაიჯეჯილებენ. ქურდებს დავანგრევთ როგორც კლასს და ვეღარასოდეს ვეღარ აღორძინებენ. ამოუძირყვა ბოლომდე თავის ფესვებიობა. მე-7 იზოლატორის ვიდეო მასალების გავრცელების შესახებ მაესტროს სასჯელ აღსრულების სამინისტროსა და მთავარ პროკურატურასთან შეეცადა დაკავშირებას. თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მართველი პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ კი ამ ჩანაწერების შესახებ ჩვენგან შეიტყო. რაც შეეხება ვიდეოების დადებას, ანუ რაღაც სიუჟეტების დადებას, რომელიც ეხება სასჯელ აღსრულების სისტემაში შიგნით მიმდინარე პროცესებს, ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არის ადმინისტრაციის. გააჩნია უნდა გამოვიკვლიოთ, რომელი წლის სიუჟეტები არის, რა დროს იქნა ეს სიუჟეტები დადებული, თქვათ შესაბამის სოციალურ ქსელებში, ამიტომ ამ საკითხთან მიმართებაში უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვლევა-ძიება, იმისათვის რომ დადგინდეს საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია. ინტერნეტში დღეს ეს ვიდეო მასალები აღარ იძებნება. ინტერნეტ პორტალ MyVideo.gz-ზე ახლა მხოლოდ ეგრეთ წოდებული ქურდის სტრიპას საკაში ცემის კადრების მოძებნაა შესაძლებელი. რამდენიმე დღით გავრცელებული ფარული ჩანაწერების დაარქივება კი მაესტრომ მათ წაშლამდე მოასწრო.